მოგესალმებით ყველას. იმედია ჩემი გამოსვლაც საინტერესო იქნება, როგორც ჩემი წინამორბედების. ორი სიტყვით ჩემს შესახებ, მე ვარ ნიკა გვენცაძე, GeoCell-ის მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი. მანამდე მუშაობდი სარეკლამო სააგენტოში და დამიგროვდა ერთგვარი გამოცდილება, როგორც კლიენტის მხარეს, ასევე შემკვეთის მხარეს. და სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შევარჩიე ჩემი დღევანდელი თემა. ეს არის კრეატივი და ბიუჯეტი. ამ გამოსვლის მე მინდა პასუხი გავცე ერთ შეკითხვას. დამოკიდებული არის თუ არა კრეატივის ხარისხი ბიუჯეტის ზომაზე, მის სიდიდეზე ან სიმცირეზე. თუ პატარა ანალიზი გავუკეთებთ იმ რეკლამებს, რაც ჩვენ ტელევიზიაში გადის, ქართულ რეკლამებს, აღმოაჩენთ ერთ ძალიან საინტერესო ფაქტს, რომ ქართული რეკლამის 80-85% არის დაბალბიუჯეტიანი. მათი წარმოების ხარჯი მერყეობს სადღაც $5,000-დან $6,000-მდე და ძალიან გამიხარდა ეს ნატახტარის რეკლამა როგორც გამონაკლისი. თუმცა ეს ფაქტი ხა ჩვენ შეგვიძლია მოგწონდეს, შეგვიძლია არ მოგწონდეს, მაგრამ არის რეალობა. ამ მოცემულობაში გვიწევს ცხოვრება. რა თქმა უნდა, ამას თავისი ახსნა აქვს, საქართველოს არის პატარა ქვეყანა, პატარა ეკონომიკით, პატარა ბრენდებით, შესაბამისად პატარა მარკეტინგული ბიუჯეტებით. მაგრამ არის მეორე ახსნაც, რეკლამის დამზადების ბიუჯეტის შემცირება არის მარტივი სხვა მარკეტინგულ ხარჯებთან შედარებით. და შევეცდები ახსნა რატომ. თქვათ, ავიღოთ განთავსების ბიუჯეტი ინტერნეტში ან ტელევიზიაში. და გვინდა შევამციროთ ეს ბიუჯეტი. რას მივიღებ შედეგად? პირველი რომ გვექნება ნაკლები რიჩი, გვექნება ნაკლები GRP, გაგვიზვირდება ალბათ რეიტინგის ფასი, მაგრამ ეს მთავარია რომ ეს ყველაფერი არის დათვლადი. როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, ანალიზის შედეგად შეიძლება მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ კლიპის შემთხვევაში ეს ასე არ არის. ხოთ სააგენტოები ხშირად ამბობენ ესეთ რამეს, რომ მოდი ბიუჯეტი გავზარდოთ, ჩვენ მოვიყვანთ უცხოელ ოპერატორს ჩამოვიყვანთ, უცხოელ რეჟისორს ჩამოვიყვანთ, უფრო კარგი დეკორაციები გვექნება, მაგრამ შედეგის განსაზღვრა რა ეფექტს მოგცემს, ამის დათვლა არის პრინციპში შეუძლებელი. თქვათ, ოპერატორი ქართველი ყავს. მაშინ რა მოხდება, რა ბაზრის წილს დავკარგავთ, გაყიდვები ისე არ გაიზრდება, თუ რა, ამიტომ რახან გადაწყვეტილების ეფექტის დათვლა არის ძნელი, გადაწყვეტილების მიღება გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ჩვენთან ბევრ კომპანიებში მარკეტინგული ბიუჯეტი მართლა არის მცირე. და მივედით ახლა კლასიკურ შემთხვევასთან, რომ გვაქვს ბიუჯეტი მცირე, ამავე დროს გვინდა კარგი კლიპის გადაღება. რა ხდება ამ დროს? ეხლა მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო. ეს არის ბრაზილიაში გადაღებული კლიპი. კლიენტი არის Volkswagen. Some sort of quality control. All car makers check what they do. But there's one car maker that takes this so seriously that it developed the most rigorous quality control system in the world. Everything gets thoroughly checked and then double-checked. Volkswagen. ეს კლიპი საქართველოში რო გადაგვეღო, ალბათ, დაждდებოდა $2,500. ბრაზილიაშიც ალბათ ესე მერყევს, მაგრამ კარგი იდეის ხარჯზე ამ კლიპმა მიიღო კანში ოქროს ლომი. მარტო ამისთვის ღირდა ამის გაკეთება. მაგრამ მარტო კარგი იდეა არ არის საკმარისი, არსებობს კიდე ერთი პუნქტი, ერთი მოვლენა, რომელიც აუცილებლად უნდა კონდეს რეკლამას. ეს არის ეგრეთ წოდებული ინსაიტი. სამწუხაროდ ქართულად ვერ გადავთარგმნი, მაგრამ წინა სპოტლაიდზე გიორგი პოპიაშვილს ჰქონდა ძალიან კარგი შედარება ინსაიტის. მან ესეთი რამე თქვა, რომ კომუნიკაციაში სულის ჩაბერვა არის ინსაიტი. ეს ნიშნავს რას, რომ რეკლამამ არა მარტო ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს, არამედ ემოციურად უნდა იმოქმედოს ჩვენზე. როცა უყურებთ რეკლამას, გულგრილი არ უნდა დავჩეთ. და ამ ემოციური კავშირის გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია ბრენდ ლოიალთი და საერთოდ ბრენდინგი. ეხლა მინდა მეორე მაგალითი მოვიყვანო, სადაც ეს ინსაიტი ძალიან კარგი იდეა და მოგრძალებული ბიუჯეტმა მოგცა ძალიან კარგი შედეგი. თან ეს რეკლამა არ არის, მაგრამ აქ შედის რეკლამის ელემენტიც,
product placement-იც და sponsoring-იც. თანაც თავარი არის ქართული. ცენტრი წარმოგიდგენთ. ნელა იარე, კარტოფილი კი არ მიგაქვს. Drive carefully. Are you carrying potatoes or what? Nela iare. Drive carefully. Kartofili ki ar migaks. Are you carrying potatoes or what? Nela iare. Kartofili ki ar migaks. Drive carefully. Are you carrying potatoes or what? Ai bichoba girchevnia tu torti. Would you prefer being a good boy over a cake? Potatoes ჩემ ბავშვობაზე ტორტის პაკეტვაც იყო და კაი იქნება ინგლისურად როგორ ჟღერს ეგეც. Good boy. Torti. A cake. Ai bichoba girchevnia tu torti. Would you prefer being a good boy over a cake? Qvelam tavis boz mamidas mouaros. Everyone should look after their prostitute aunt. Boz mamidas. Their prostitute aunt. Mouaros. Look after. Qvelam tavis boz mamidas mouaros. Everyone should look after their prostitute aunt. Ertad vissavlot salaparago inglisuri. ეს ტაში ეკუთვნის მე-11 არხს. აქ არის ძალიან კარგად გაერთიანებული ის ინსაიტი, რაზეც ვლაპარაკობდი, ემოციური კავშირი თვითონ რეკლამასთან. მეორე მაგალითი, ესეც ქართული, უბრალოდ არ შემეძლო ამაზეც რო არ მეთქვა, ამაზე უფრო მოკლედ ვიტყვი. ეს არის ყველაზე წარმატებული ვირუსული კომპანია საქართველოში, 300,000 ნახვა ქონდა, მაგრამ თავარი არის სხვა რამე, რომ ჩვენ მივიღეთ უამრავი კომენტარი ამ ვიდეოზე და ძირითადად იყო ესეთი შინაარსის, რომ ეს ბიჭი 100%-იანი მართალია. გაგვახსენა ბავშვობა. მე იყო რომ კი მართალია, მაგრამ მე ამას ესე ვიტყოდი და მოხდა რა, რომ ხალხმა თვითონ დაიწყო ვიდეოების გამოშვება. ანუ მოხდა ამ ხალხის ისეთნაირად ჩართვა, რომ მივხვდი, რომ აი სწორედ ეს არის ემოციური კავშირი თვითონ რეკლამასთან. ხო. რატომ მოვიყვანე ეს მაგალითები ხა, რომ ალბათ მივხვდით, რომ დასკვნა უნდა იყოს ესეთი კრეატივი, არ არის დამოკიდებული ბიუჯეტის სიდიდეზე. კი, ბიუჯეტი მნიშვნელოვანია, თუ გაქვს დიდი ბიუჯეტი, უფრო მეტი შესაძლებლობები გაქვს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მაინც შეიძლება კარგი პროდუქტის დადება. კიდე მინდა დაუბრუნდე ამ Volkswagen-ის case, როგორ შეიქმნა ეს რგოლი. ეს ისე არ მოხდა, რა თქმა უნდა, რომ Volkswagen-ის წარმომადგენელი მივიდა სააგენტოში და უთხრა, რომ აი ჩვენ $2,000 გვაქვს თეღის გარეშე და იქნებ რაღაც გადაგვიღოთ. რეალურად მოხდა პირიქით. სააგენტოში მივიდნენ, სააგენტოში იმუშავეს ეს იდეა, მივიდნენ კომპანიაში, შეიძლება არაერთხელაც და უთხრეს, რომ მოდი ვცადოთ და იმათაც ცადეს. Volkswagen მთელ მსოფლიოში ემსახურება BBDO, ქსელური სააგენტო, ერთადერთი გამონაკლისი არის ბრაზილია. სწორედ ამ რგოლის გამო იქ ემსახურება სხვა სააგენტო, რომელსაც აქვს BBDO-ს აქვს ამის უფლება. ოღონდ რა თქმა უნდა Volkswagen-ის მოთხოვნით. მე რო ვიყო ეხა მუშაობდე სარეკლამო სააგენტოში, განსაკუთრებით თუ ეს ახალი სააგენტო, ან თუნდაც ვიყო სტუდენტი და ვიცი რომ აქ ბევრი ხარ სტუდენტი, გავაკეთებდი რას? შეხვედავდი ქართულ რეკლამებს. გავაკეთებდი ანალიზს და მოვიგონებდი როგორ შეიძლება ამ რეკლამის უკეთესად გაკეთება. დავწერდი სცენარს, შეიძლება ვიდეოც გადამეყო, იმიტომ რომ ეხა კამერის შოვნა არ არის პრობლემა, HD ხარისხი მშვენივრად თუნდაც ინტერნეტზე წავა.
და მივიდოდი კომპანიებთან, შევთავაზებდი, კი, თქვენი რეკლამები არის ძალიან კარგი, მაგრამ მოდით ესეც ვცადოთ. საქართველოში მე მაინც მგონია, რომ არის კარგი კრეატივის დეფიციტი. სხვა კომპანიების სახელით მე ვერ ვიტყვი ახლა, მაგრამ ჩვენ GeoCell-ში ყოველთვის მზად ვართ ახალი კრეატიული იდეებისთვის და ასე რომ გელოდებით ახალი იდეებით. დიდი მადლობა.